ძირითადად დღესდღეობით მაინც სოციალური ქსელების საშუალებით ვაწყდებით დეზინფორმაციულ ნარატივებს. გორში მედია წიგნიერების ტრენინგების სერია დასრულდა. პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ და პროფესიულ ჯგუფზე იყო მორგებული, ამჯერად სკოლის მოსწავლეებთან განხორციელდა. ტრენინგებზე განსაკუთრებული ყურადღება მოზარდებმა სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გადამოწმებასა და კიბერუსაფრთხოებაზე გამოხატეს. დღევანდელი ჩვენი თემა იყო მედია წიგნიერება და მედია წიგნიერება მოიცავს ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ ყველანაირ ლინკებს არ უნდა ვენდოთ, სულ რომ მეგობარმა ჩაგვიდოს და სულ რომ დედა იყოს, მამა იყოს, არა აქვს აზრი. შეიძლება ვიღაცამ გატეხა მისი აკაუნტი და შეიძლება ჩვენი აკაუნტის გატეხვა გვინდა. ყველას არ უნდა ვედოთ, არ ვარ დაზღვეულები და რა თქმა უნდა ხშირად უნდა ვცვალოთ პაროლები. პაროლების შეცვლა იმიტომ არის კარგი რომ ვიღაცა რო ჩვენ აკაუნტზე შემოვიდეს, ვერ გატეხავს ჩვენ აკაუნტს ან რამეს ვერ იზავს. ეგრევე მოგვივა მესიჯი. პაროლები ჩვენ ყველას გვჭირდება ყოველ აპებში, ტელეფონებში და რაიმე ელექტრონულ მოწყობილობებში, რადგან არის ხალხი, რომლებს ჰაკერები, ეძახიან მაგათ ჰაკერები, რომლებიც შეუძლიათ რომ ჩვენ დაგხაკონ, ასევე გაგვიტეხონ მას აკაუნტი, რომელიც არის დაკავშირებული სხვა აკაუნტებთან, ჩვენ მაგათ დავკარგავთ. არადა მან შეიძლება იყოს სერიოზული ინფორმაცია, კიდაც ბიზნესი, ბარათი, დამფული რომ მოიპარონ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტრენინგის მიზანს მოზარდების ინფორმაციული მედეგობის გაზრდა, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ისეთი უნარების შეძენა წარმოადგენდა, რაც მათ დეზინფორმაციისგან და ონლაინ საფრთხეებისგან დაიცავს. დღევანდელი ტრენინგი და შეხვედრა ეხებოდა როგორც დეზინფორმაციას, პროპაგანდას და მედია წიგნიერებას, ასევე კიბერჰიგიენას და ონლაინ უსაფრთხოების საკითხებს. ძირითადი ინტერესები კიბერჰიგიენის განხრით გამოიკვეთა და ასევე თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ჩუჩუს, ასევე პრაქტიკულ დავალებებს, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კარგად გაეაზრებინათ თუ როგორ მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა. შეხვედრა პროექტის ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ნებისმიერ ასაკის ადამიანი არის მოწყვლადი ამ ასე ვთქვათ საკითხისადმი და შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანი გახდეს მსხვერპლი დეზინფორმაციის და პროპაგანდის ასევე მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის კიბერუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საკითხებზე დღეს გქონდა კიდევ ერთი შეხვედრა გორში ახალგაზრდებთან და ვფიქრობ, რომ მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა, გარკვეული ახალი ინფორმაციები მიიღეს, გარკვეული გამოცდილება მიიღეს, რაც მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. პროექტი ორ რეგიონს, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლს მოიცავდა. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე თაობა დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე ეფექტური პასუხი იქნება. მით უმეტეს მაშინ, როცა ციფრულ გარემოში მოზარდები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სკოლაში ჩამოუყალიბდეთ მათ ციფრული სიფხიზლის, ინფორმაციის გადამოწმების და ამბების პასუხისგებლობის გავრცელების კულტურა. სპეციალისტების შეფასებით ამ უნარების გამომუშავება ბავშვობის ასაკიდანვე აუცილებელია, რათა მომავალი მოქალაქეები უფრო მედეგი, თავისუფლად მოაზროვნე და დემოკრატიული ღირებულებების დამცველები გახდნენ.